ილია, მოგესალმები მადრიდიდან. როგორ ხარ? ძალიან კარგად, მადლობა. მოხარული ვარ, რომ აქ ხარ და ჩვენი ღონისძიებითი სიამოვნე. მოუთმევათ ველოდი შენს მოსვლას. ჩვენც ერთი სურვილი გქონდა გვენახა როგორი პრომოუშენი გამოგივიდა. ილია, პირველ რიგში მინდა დავიწყო ბოლოს განვითარებული სიახლით. კრისტიანო რონალდუ დაგემატა. შენმა იმიჯმა ამ სპორტის პოპულარობა ძალიან გაზარდა ესპანეთში. მაინტერესებს, რას ფიქრობ, კრისტიანო რონალდუსთან ურთიერთობა კიდევ რამდენხანს გაგრძელდება? მართალი გითხრათ, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ. კრისტიანოს ამ საქმეში ჩართვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, სანამ აქ მოვიდოდი, მე მას წერილი გავუგზავნე, სადაც ღონისძიებაზე დასწრების მნიშვნელობაზე ვესაუბრე. ეს ბევრი სარგებლის მომტანია, რასაც ჩვენი პირველი დღიდან ვეძებთ. გაერთიანებები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ღირებულების მოტანა შეუძლია და კრისტიანო ეჯგარეშია ის ადამიანია, რომელსაც ბევრი ღირებულება შემოაქვს. უმრავლესობა მხოლოდ მის გამომწერებს აკვირდება სოციალურ ქსელში. მე პირიქით მის უნარებს და ცოდნას ვხედავ, რის გამოც მას ამდენი გამომწერი ყავს. ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ამაყობს იმ ფაქტით, რომ კრისტიანოსნაირი პიროვნება ამ დიდი ოჯახის ნაწილი გახდა. როგორი იყო შენი პირველი საუბარი მასთან? გულისხმობ არა როგორც გუნდურ საუბარს, არამედ მასთან პირისპირ შეხვედრას. სიმართლე გითხრათ, გასაოცარი იყო. განსაკუთრებით მისი კომპანიაში მონაწილეობის სურვილმა გამოუცა. პირველივე წუთიდან დააინტერესა ყველა დეტალმა. პატარა დეტალებიც კი გამოიკითხა. მიხარია, წარმოდგენა არ მქონდა ამ სპორტის ასეთი გულშემატკივარი რომ იყო. ცხადია, მე ძალიან მოხარული ვარ. კარგი, ახლა რაც შეეხება შენს კარიერაში განვითარებულ მოვლენებზე, UFC-მ პედი პიმბლეცსა და ჯასტინ გეიჯს შორის ჩხუბი დაანონსა. როგორც ვიცი, ამ ჩხუბს მოელოდი. პედი შენთან ჩხუბი რომ დაემსახურებინა, ჯერ ჯასტინ გეიჯი უნდა დაემარცხებინა, არა? რა აზრის ხარ ამაზე? როგორ მიიღო UFC-მ ეს გადაწყვეტილება? ძალიან კარგი, კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით. UFC-სთან კომუნიკაცია უკვე მქონდა, ვიცოდი რა ხდებოდა. რაღაცეებზე ვისაუბრეთ. ჩემი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე იცოდნენ, რომ იანვარში ჩხუბს ვერ შევძლებდი. მათაც გაითვალისწინეს ჩემი პირადი სიტუაცია და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ დროებითი ქამრისთვის სატიტულო ბრძოლა ჩაეტარებინათ პედი პიმბლეცსა და ჯასტინ გეიჯის შორის. ვფიქრობ, დამსახურებული გადაწყვეტილებაა, ორივე იმსახურებს ამ ტიტულისთვის ჩხუბს. ულოცავ გამარჯვებას ვინც არ უნდა იყოს. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ მსოფლიო ჩემპიონობამდე მიახლოებას. დღის ბოლოს კი ნამდვილ ჩემპიონთან მოუწევთ დაპირისპირება. რომელიმე მათგანს თუ გულშემატკივრობ. თუ არ ვცდები პედისთან შეხვედრა უფრო გინდა, თუმცა ჯასტინს მეტი გამოცდილება აქვს ასეთ ჩხუბში. ასეთ ორთა ბრძოლაში პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ზუსტად არ ვიცი, თავად ჩხუბი ძალიან რთული იქნება. პედის აქვს იმის უნარი, რომ თავისი მოწინააღმდეგე მიწაზე მარტივად გადაიყვანოს. ჯასტინი ცნობილია თავისი მძიმე ხელებით და მძიმე ფეხებით. დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ფეხით და მარჯვენა ხელით. წინა შეჯიბრებებში პედის ბევრჯერ მიუღია დარტყმები. ასე რომ სანახაობრივი შეხვედრა გამოვა გულშემატკივრებისთვის. ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ისეთი ჩხუბების ყურება, სადაც დარწმუნებული არ ხარ, რა შეიძლება მოხდეს, ან ვინ არის ცხადი ფავორიტი. ეს ბრძოლაც ერთ-ერთი მათგანია და უნდა ვაღიაროთ, რომ UFC-ს გუნდში ნამდვილი სპეციალისტები არიან. როცა საქმე ბრძოლის გამართვას ეხება, მათი ციან გულშემატკივრებს რის სინახვას ვრთ. ვფიქრობ, ხალხი გააოცა შენმა ტვიტმა, სადაც ამბობ, რომ პირველ კვარტალში ჩხუბს არ აპირებდი. მაინტერესებს, გაგებით მოეკიდა თუ არა UFC ამ სიახლეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირად პრობლემებს თითქმის ყველა მებრძოლი განიცდის. როგორ მოეკიდა შენს ამ გადაწყვეტილებას, მაგალითად ჰანტერი? შესანიშნავად მომიდგნენ. განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობდი იმ მომენტში. თითოეული მათგანი მიხვდა ჩემს სიტუაციაზე და ზედმეტი ახსნა განმარტება არ დამჭირდა. ეგრევე დახმარების ხელი გამომიწოდეს და თუ დამჭირდებოდა, მითხრეს, რომ ნებისმიერ დროს გვერდში დამიდგებოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვერდში დამიდგნენ და ჩემი სიტუაცია გაითვალისწინეს. ცხადია, ამაზე საუბარი შედგა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც სავსებით მისაღებია ჩემთვის. განსაკუთრებით, ახლა როცა მებრძოლთან ერთად პრომოუტერის როლიც მოვირგე და გამოცდილებაც მივიღე. ახლა უფრო ისეთ რაღაცებს ვაცნობიერებ, რასაც შეიძლება თავდაპირველად ვერ ხვდებოდი.
მოკლედ, ძალიან მოხარული ვარ ჩემსა და UFC-ს შორის განვითარებულ ურთიერთობით და იმით, რომ მათ ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინეს. ნახეთ წლების მანძილზე როგორ იზრდებოდა შენსა და პედის შორის მეტოქეობა. თავიდან Twitter-ზე დაიწყო, შემდეგ ლონდონში შეხვედრა და ასე შემდეგ. მასთან საუბარი გასულ კვირას მქონდა, სადაც თქვა, რომ პატივს სცემდა შენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და საუკეთესო სურვილები გისურვა. შენი აზრით, რამე შეიცვალა? თქვენ შორის დაძაბულობა და მეტოქეობა ხომ არ დაცხრა ნელ-ნელა? საერთოდაც არა. როცა პედიზე მიდიოდა საუბარი, სულ იმას ვამბობდი, რომ საინტერესო მებრძოლია, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. მე მას აღვიქვამდი იმ ადამიანად, რომელსაც ზედმეტები წამოწდა. მას შეცდომა დაუშვა, როცა Twitter-ზე საქართველო ახსენა. თუმცა ვფიქრობ, შეცდომებისგან ყოველთვის ვსწავლობთ. ცხოვრება გამოცდილებითაა სავსე. მანაც ისწავლა რაღაცეები. ვფიქრობ, გულის სიღრმეში ის ისეთი ადამიანია, რომელიც ხდება რა არის ოჯახური პრობლემები, პირადი პრობლემები და მათ პატივს სცემს. ვფიქრობ, გულშემატკივრებს ძალიან უნდათ, რომ ჩვენ შორის დაპირისპირება იხილონ. ოქტაგონში რაც არ უნდა მოხდეს, ვიცი რომ ჩემს პირად პრობლემებს და პირად ცხოვრებას არანაირი კავშირი აქვს ჩემს პროფესიულ ცხოვრებასთან. ბოლოს და ბოლოს პროფესიონალები ვართ და ორივეს პროფესიონალური დაპირისპირება გვექნება. ვფიქრობ, სახალისო შეხვედრა გამოვა და ძალიან ბევრი ისიამოვნებს სანახაობით. გულშემატკივრებისთვის კვლავ ერთ-ერთი სანახაობრივ ბრძოლად რჩება. ჯასტინი კი ამასობაში ამბობს, რომ პედისა და UFC-ს გეგმის არევას აპირებს და თეთრ სახთან უნდა რომ გეჩხუბოს. აზრის ხარ ამაზე? ცხადია, ჯასტინი ერთ-ერთი კანდიდატია, რადგან ის ამერიკელია და პრეზიდენტ ტრამპთან ახლო ურთიერთობა აქვს. თუ ღმერთი ასე ინებებს, მე მივიღებ. რასაც უფალი გადაწყვეტს, ჩემთვის კარგი იქნება. გინდ პედიმ გაიმარჯოს, გინდ ჯასტინ გეიჯი. თუ ჯასტინ გეიჯი გაიმარჯვებს, UFC-ს ამ შემთხვევაში სხვა გეგმები ექნება, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. თუმცა, თუ თეთრ სახთან ჯასტინ გეიჯთან ჩხუბს შემომთავაზებენ, ჩემთვის ესეც საინტერესო ბრძოლა იქნება. დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი მასთანაც. რაც შეეხება გეგმების არევას, ზუსტად არ ვიცი, როგორ აპირებს UFC-სა და პედი პიმბლეტის გეგმების არევას. ვფიქრობ, ამის გაკეთება გაუჭირდება. უბრალოდ შეუძლებელია ასე, რომ წარმატებებს უსურვებ. ვერც იმას ვიტყვი, რომ პედი პიმბლეტთან გამარჯვებით ის იღბლიანი იქნება, რადგან შემდეგ ჩემთან მოუწევს ოქტაგონში გამოკეტვა. ასეთ შემთხვევაში ის იღბლიანი კი არა უიღბლო გამოდის. და ბოლოს ილია, შენ თქვი, რომ პირველ კვარტალში ჩხუბს არ აპირებ. ისინი კი იანვარში იბრძვიან ტიტულისთვის. საზოგადოებას აინტერესებს, შენ როდის ფიქრობ დაბრუნებას. როგორც უკვე ვთქვი, პირად პრობლემებს განვიცდი და ზუსტი დრო არ მაქვს, როდის შევძრებ ყველაფრის მოგვარებას. როგორც კი მოვაგვარებ, მზად ვიქნები ოქტაგონზე დასაბრუნებლად. ამჯერად უპირატესობას ჩემი ოჯახის კეთილდღეობას, ჩემს შვილებს და ჩემს თავს ვანიჭებ. როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, დავბრუნდები ოქტაგონზე. განახებთ იმ შოუს, რასაც ყველა იმსახურებთ. იანვარში გამარჯვებულთან პირისპირ თუ დადგები. ზუსტად არ ვიცი, ამაზე ვფიქრობ. ამ მომენტისთვის ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს ეს მოგზაურობა გამოგვივა თუ არა. იმედია გამომივა.